თოვლის სახით მოსულმა უხმანალებმა პრობლემები შექმნა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები, ასევე დაზიანებულია გასადენი მილები და გაწყვეტილია ინტერნეტის კაბელები და თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმე სოფელი ყველანაირი საკომუნიკაციო საშუალების გარეშე არის დარჩენილი, როგორც ჩვენ ვისაუბრეთ, ადგილობრივებს ისინი განმარტავენ, რომ წინა საახალწლო სამზადისში ვერ ერთვებიან, რადგან მათ არ აქვთ ელექტროენერგია, ასევე ვერ სარგებლობენ საბანკო მომსახურებით. ითხოვენ პასუხებს მერიისგან, როდის შეიძლება აღდგეს ელექტროენერგია, თუმცა კითხვებზე პასუხს ვერ იღებენ და ასევე აცხადებენ, რომ წალენჯიხის მერიამ ინტენსიურად უნდა განახორციელოს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები, რათა დროულად მოხდეს პრობლემის აღმოფხვრა. რა პრობლემები შექმნა თოვმა შეგვიძლია გითხრათ? ძალიან დიდი პრობლემები. ასეთი თოვლი მე არ მახსოვ რა სოხუმდა გამოყარეს მაგის შემდეგ. ძალიან ცუდია. შუქი არ არის. წყალი კიდე რაღაცნაირად მოდის გაჯერებულა და ძალიან ცუდი პირობები გვაქვს. ძალიან ცუდი. დამტრეული არის ეგ ხეები და ნავთობზე არის რა არის ახლა ის რო არ გაკეთდა დღეს, ათი არ იქნება მე მგონი დღეს. აი საახალწლო პერიოდია რა. აბა რა. რა თქმა უნდა დედა, ცუდა რაღაცა ხო გვინდა ჩვენ კიდე გაჯერებული. საბერიოში არის დიდი რაღაც მოვიდა ეთყობა რაღაც ავარიული მომენტია და არა. აი ამდენი ხანი არ მოგეწოდებათ. დღეს და გუში. ინტერნეტი არ არის, ბანკები არ მუშაობს. ამბობენ რომ დღეს მეორე ნახევრისთვის იქნებაო და ნახოთ. პრობლემები შექმნა ელექტროენერგია მოგეწოდებათ? არა, არ მოგეწოდება ელექტროენერგია, მაგრამ მიმდინარეობს რამდენი ხანია რაც გუშინ და დღეს. გაზი გვაქვს, ნორმალურად გვაქვს გაზი, კი. თოვმა ასევე პრობლემა შექმნა ზუგდიდის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, ამ წუთის მდგომარეობით 14 სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია, 8 სოფელში კი ამ დილიდან უკვე აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა. როგორც ზუგდიდის მერი დავით კოდუა განმარტავს, ცენტრალურ გზებზე ტექნიკური მარილი იყრება და გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება, თუმცა ის საკმარისი არ არის, რადგან საუბნო გზები ამ ეტაპზე ჩახერგილია და მოქალაქეები ვერ სარგებლობენ რამდენიმე გზით. წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად ჩატარებული სამუშაოების შედეგად 8 სოფელში აღვადგინეთ ელექტრომომარაგება, დარჩენილი გვაქვს 14 სოფელი, რომელზეც მუშაობს 19 პროფესიონალი ჯგუფი და დღის განმავლობაში უკვე მთელი ზუგდიდის სოფლები იქნება ელექტრომომარაგებული. რაც შეეხება თოვლის საფარისგან გზების და ცენტრალური ქუჩების გაწმენდას, მთელი ზუგდიდის მასშტაბით გაწმენდილი გვაქვს ყველა ცენტრალური გზა, აღდგენილია სატრანსპორტო მოძრაობები და დარჩენილი გვაქვს შიდა საუბნო ქუჩები, რომელზეც აქტიურად მუშაობდა დღის განმავლობაში შევეცდებით, რომ მთელი ზუგდიდი გქონდეს გაწმენდითი სამუშაოების კუთხით მოცული. დაზიანებული გასადენი მილები, დაზიანებული ელექტროგადამცემი ბოძები, ეს არის ის პრობლემა, რომელიც ორდღიანმა უხმანალებმა შექმნა სამეგრელოს რეგიონში.